ბატონი ერთი პატარა კახია ჩააცვეს ჯაჭვის პერანგი გახკრა ხელი და გახია ლექსის თქმამდე აკრედიტაცია გაიარა. ადამიანის ადამიანი ღია ცის ქვეშ თავისი სცენით, მენეჯერითა და ბიუჯეტით მივიდა. დალხენილი ცხოვრება არც ართგენში მონაწილე ფოლკლორულ ანსამბლებს აქვთ. მათი უმრავლესობა მხოლოდ ენთუზიაზმით არსებობს. პატარებს უფრო პატარა მაყურებელი ჰყავს. ქართულ რიტმს უცხოელი ჩვილიც ფეხს უწყობს. საგარეჯოს თოჯინების სახალხო თეატრმა კულისებს მიღმა 50 წელი მიითვალა. თოჯინურმა წარსულმა უსახსრო აწმყოში 25-დან მხოლოდ რამდენიმე სპექტაკლი შემოინახა. ღიმილით აქ პოლიციასაც ეგებებიან. კახელები თავს არავის დააჩაგვრინებენ. მაგამი საქმე არ ვინე. არა, მე ვიცახი რომ რაიმე ცოტა იქნება. გამონცავსე ბიჭები ჩამოვარდა. ჩვენ არ შეგატვირთებთ მაგას, ჩვენ მოვამართ. არა ლალო და ვარის ლალო, ტაში. ანსამბლი ხეურო მეზობლების გართობაზეც ფიქრობს. გარეკახური თეკის ხელოვნებასაც თითის წვერებზე აყენებს. ძველი ქართული ტრადიციით შექმნილი უცხოელებსაც იზიდავს. იჟარებითა და მძივებით გაწყობილი ნატვრისხე 9 თვეში დაიბადა. ხატვარი ლექსმაშ დააგონა. მაგრამ ნატრა, ეს ხომ ნატრანდომა ხატება, ხომ აღიმართება. ოირებში ვერ მაჯობებ, ოქრო არ გამოწონილი. მეგობარი დაგიკოთნე კრავონზე დამოწოლილი ხალი ხოლოს განაბიჭი რო ფანდორს აზერბაიჯანური საზიცვლის 70 წლის აშუღმა ჰანგები მარნეულიდან ჩამოიტანა სიმღერით საქართველოს ეტრფის კინკალი ფშაურია ფოლკლორი ციქაური როდესაც ქალებს ხელსაქმე უგროვდებოდათ მატყლის დართვაში ერთმანეთს ეხმარებოდნენ და დროს შაირობით კლავდნენ დრომ მათი მოთხოვნებით შეცვალა სახალხო მტკმელმა მთავრობას 24 სტროფიანი ლექსით მიმართა მარტო იმას ვთხოვთ მთავრობას წყალმოგვიყვანონ ქეთშია თორო თავს დავხრით ფშავლები და ისევ წავალთ ქეთშია თამთას გარმონით ბანს ეუბნება Yaxlı canı kurudula da şemi baradanos Kimslemişi dağmi başteyde qarase ნისლი ქურდულად შემოიპარა, სოფლები დაფარა, მაგრამ თუშურმთებს ვერ მოერია და ვერც ბარში ჩამოსახლებულების ნოსტალგიას. ქისტიქალი სევდას და ნაღვალს მზეს და ვარსკვლავებს უზიარებს. სული სიღრმიდან გულის საიდუმლოს ანდობს. შეყვარებულია. სოინარი ადრე ლერწმის იყო. გურულ ინსტრუმენტზე მათ გარდა თითქმის აღარავინ უკრავს. ძველად საგუნდრუკოს ყურძნის კრეფის დროს მღეროდნენ. ასეთი შეძახილით გურულებს ტყიდან მორი გამოჰქონდათ. 10-12 კაცი თოკებით მიიწევდა წინ და უზარმაზარი ხისგან საწნახელს აკეთებდა. ძველი ახალგაზრდებს აღარ მოსწონთ. ისე არაფერ არ პატარნიათ. ეხლა ჩემე ახლა მე მივიყვანე ახალგაზრდობა, იგე? იგინე ხობათო სტილისტური ხობათო. ოდეში ბათა მაი გამქონდნენ და ჭიბი უჩანდნენ და ზოგი ახლა მოგედა ბიჭი. Deitgan სიცილი საშევარო ეს ვარ ასვისავდი ვაღარს აი გოიმური არის ოდა წევი და უნდა გნავით ხარი გამიხარ უტება ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების შესწავლას 10 წელი მოანდომეს ექსპედიციებში ხევსურული თუშური და ზოგად ქართული ფარიკაობის გარდა ჭიდაობის სხვადასხვა სახეობების შეკრიბეს პლასტიკურ თეატრს არაპლასტიკური მეტოქე შეხვდა ეს ქართული ჭიდაობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. დაჭრილ მეომარს ცალი ხელითაც უნდა შეძლებოდა, ტერს გამკლავებოდა. ბეჭებზე დაცემის შემდეგ ჟურნალისტობა ოპერატორმა ითავა. ხოსო ჟურნალისტიკა მსხვერპლს მოითხოვს მართალია? ამბობენ.
შენ ჟურნალისტიც გახდი. მოტეხილობამ არტგენის ფესტივალს დროებითაც ვერ მოგწყვიტა. ტკივილი შუშანიკასათვის უფრო გაუსაძლისი აღმოჩნდა. შუშანიკას ტუფლი უჭერს ქუსლიგანი ერიაკ შუშანიკას ტუფლი უჭერს ქუსლიგანი ერიაკს საბოჟნიკსაც ეუბნება ეს რა შაგიკერია საბოჟნიკსაც ეუბნება ეს რა შაგიკერია არ მოგიდო ხელია ეს რეპეტიციაა სოფლის კლუბში. ბოლო აკორდი ყოველთვის ბოცის ყელიდან გადმოდიოდა. ღვინის მამდე იმერელი ბებია სუფრას აწყობდა. შვილი კი ვერასდროს ითმენდა. ბებიელეს ნახელავი კუბატი და კეცის ჭადი ой რა გემრიელია. ეთნოგრაფიულ მარგალიტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ზუმბა და მისი მეგობრები ეძებდნენ. ფოლკლორმა ლაზეთიდანაც შემოაღწია. ბაიარ შაჰინი გუნდარიძე თურქეთში მივიწყებული ქართული ჰანგების გაცოცხლებას ცდილობს. არტგენი 2006 მომავალ კვირას მესამე დაიღებს ბოლო აკორდს. ხალხში გაბნეულ ფოლკლორულ მარგალიტებს ასაკი დაეტყო. ახლა მევიდა დავლიო და ფულით გრაცავს იცოდეთ. ერთ კაბელს მიეფერა და 200 წელიწად იცოცხლეთ.